მოგესალმებით. პირველ რიგში მე მინდა წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით მიმართო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოულოცო 26 მაისი და მოულოცო ის ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტი, რომ რეალურად 26 მაისი იმიზეიმა საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა პროტესტის ძალა, რუსთაველი იყო პროტესტის გამოსახულება მთელი დღე და ამითი კიდევ გაძლიერდა ეს პროტესტი. მინდა ასევე მადლობა მოვახსენო 26 მაისის კომიტეტს ამ დღის ორგანიზებისთვის და ეს არის ძალიან დიდი მომენტი, როცა ჩვენ ყველამ ერთად და წინააღმდეგობის პლატფორმა იყო მხოლოდ ერთ-ერთი მათ შორის, ყველამ ერთად შევძელით სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ძალები ერთად შეერთებულად მოვამზადეთ ეს დღე, ისე რომ ჩვენ არა გვაქვს ის საშუალებები, რაც გააჩნია სახელმწიფოს, ცხადია, მაგრამ მაინც იყო ძალიან წარმატებული და ეს ყველასი წარმატება არის და ეს კიდევ ერთხელ ერთიანობის ნიშანი არის. ასევე ნიშანი არის ჩვენთვის ძალიან პოზიტიური ის მრავალრიცხოვანი მოლოცვები, რაც წამოგვივიდა ჩვენი ყველა პარტნიორებისგან და რაც იყო მიმართული ქართველი საზოგადოებისადმი და ყველა გვამხნევებდა საზოგადოებას ამ ხანგრძლივ ბრძოლაში. გუშინ წინააღმდეგობის პლატფორმას ჰქონდა შეხვედრა ევროპარლამენტის აქ ჩამოსულ მისიასთან, ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის მისიასთან შევხვდით და მათთან ერთად კიდევ გავიარეთ აქაური მდგომარეობა, დემოკრატიული უკუსვა, დაჭერები, სინდისის პატიმრების მდგომარეობა დღეს, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების საკითხი, რომელიც ახალ ტალღას ნიშნავს და ასევე გავიარეთ ის დღევანდელი მდგომარეობა, პლატფორმის შექმნა და თუ რამდენად ეს პასუხობს იმ მოთხოვნას ჩვენი პარტნიორებისგან, რომ შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც დაანახებს მათ და დაანახებს საზოგადოებას, რომ არსებობს ძალა, რომელიც მზად არის რომ ჩაიბაროს არჩევნებიც და ძალაუფლებაც და ვაკუუმი არ იქნება არასოდეს ამ ქვეყანაში იმის მერე, რაც ჩამოიშლება დღევანდელი ხელისუფლება, ძალისუფლება რეალურად. და ეს ჩამოშლის პროცესი, ეს რყევების პროცესი, ჩვენ დღეს ამას ვხედავთ კიდევ უფრო ნათლად. პრაქტიკულად დღე არ გადის ისე, რომ ახალი ნიშანი იმისი, რომ ის პირველი წრე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მას ამაგრებდა აქამდე, ის პირველი წრე იშლება. ეს არის ნიშანი იმისი, რომ ერთის მხრივ სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ეს არის დამახასიათებელი სხვათა შორის სანქციების, რომ ის მოქმედებს ჯერ ნელ-ნელა და მერე აჩქარებული ტემპით. მეორე ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად ამ ბოლო გადაადგილებებით, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი კარგავს იმ ადამიანებს, რომელიც მისთვის იყვნენ ყველაზე ახლო, ყველაზე სანდო ალბათ და მისი საყრდენი და რჩება რეალურად შიშველი და ანაბარა ერთი კობახიძესი, რაც არ არის ნაჩვენებელი იმისი, რომ ეს რეჟიმი შინაგანი ძლიერებით სარგებლობდეს. ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი, უნდა დავინახოთ, მათ უნდა გავუსწორონ თვალი და ის ფაქტიც, რომ ამავე დროს იკარგება ყველა პარტნიორობა ჩვენ დემოკრატიულ მეგობრებთან, ესეც ნათელი არის და თუნდაც ის გაცვლა წერილების თუ გზავნილების ამერიკის საელჩოსთან და ადმინისტრაციასთან არის ამის მაჩვენებელი, რომ ის დალაგებების იმედები ქრება ძალიან სწრაფად, თუ არა ჩამქრალია.
ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონი ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ როგორც არასოდეს უფრო ძვავრად უნდა ვიყოთ ჩვენ თავში დარწმუნებული, იმაში დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლა არის მართალი ბრძოლა და ეს არის ბრძოლა, რომელიც მოიტანს ბოლოს გამარჯვებას. ბოლომდე